Talmebit სვენელებო და მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეო ვალერია კალთოვას ვიდეო თემი ვიდეოს გადათარგმნას თემით კიბერტონი და ხელოვნური სამყაროების მახეები. ამ შემთხვევაში მე ვთარგმნი ნაჯეშა კუდელკინის ვიდეოდან, არხიდან უпростоრად. რადგან მაგის ვიდეოს კიდევ კითხულობს ვიდეო თემებს ნაჯეშა კუდელკინა, მაგრამ ამათ ორივეს უпростоრად სამ ადამიანს გააჩნია არხი, სადაც ისინი ადგენენ მსმენელებისთვის ვალერია კალთოვას ვიდეოებს. ერთ-ერთი თვით ვალერია კალთოვაა. მას გავაგრძელოთ. ამ ნეგატიური ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ამ ჰიბრიდებმა ნახევრად კიბორჩხალა და ნახევრად მოლუსკების შენარევისაგან ამ ჰიბრიდებმა დაიწყეს ხელოვნური ფიზიკური სხეულების შექმნა იმისთვის რომ იარსებათ და ამას აკეთებდნენ ენერგეტიკული ნაკვალევის ანაბეჭდის გზით ამის გაკეთება შეიძლებოდა სპეციალური ტექნოლოგიებით რომელსაც აჯაჭვებდნენ ბნელ სულს თუმცა ამდაგვარი ტექნოლოგიები ადრე იყო შექმნილი ცივილიზაცია ნიბირუში მანამდე სანამ ეს პლანეტა შემოვიდოდა ჩვენ სამყაროში და დაწვავდა რაჯამზეს. ხო, ამ რაჯამზეზე არის მოყოლილი ვიდეოში ისტორია ანუნაკებზე და ქრონოსის დაბრუნება. ხო და ლუციფერის დავალებით ანუნაკები ასწავლინენ თავის როგორ უნდა გამოიყენებინათ თავისი ტექნოლოგიები ამ ჰიბრიდებს რომლებიც იყო შექმნილი ნახევრად კიბორჩხალების და ნახევრად მოლუსკების ნარევისაგან. ესე იგი იყვნენ კიბორჩხალა მოლუსკების ჰიბრიდები. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ამ ბუშტში ხელოვნურად შექმნილ სამყაროში ლუციფერის მიერ შექმნილ სამყაროში ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნური სამყარო რომელშიც იქნებოდნენ მხოლოდ მანქნები ანუ რობოტები კიბორგები და ამ ჰიბრიდებმა კიბორჩხალა და მოლუსკების ჰიბრიდებმა დაასახლეს უпростоრად დასახლდნენ მაპატიეთ ამ კვტარ გიგანტურ პლანეტებზე რომლებიც ტელეპორტაციით გადმოიტანა სამ გალაქტიკაზე აქვს საუბარი და არც ისე ცოტა თვით ლუციფერმა მაგრამ ესენი დასახლდნენ ერთ-ერთ ჩამქრალ ვარსკვლავზე ამ ხელოვნურ ბუშტში ამ პლანეტის დასახელება დამანგრებელია ჩვენი სამყაროსთვის და ამიტომ მაგრამ მე მინდა გითხრადო რომ დედამიწაზე ამ სამყაროზე ამ პლანეტაზე არის ინფორმაცია მოწოდებული ეს მონაცემები გაჩნდა დედამიწაზე იმის შემდეგ როდესაც აგარტას მეპატრონემო ესტუმრაო ნიბირუს სადღაც თქვენი დედამიწის დროითო ომის შემდეგო მეოცე საუკუნის ომის შემდეგო ლუციფერმა შექმნა დერეფანი დედამიწასთან დასაკავშირებლად ესე იგი თავისი დაბალი სამყაროების დედამიწასთან დასაკავშირებლად ამ ბუშტიდან ეს დერეფანი იწყებოდა ამ ხელოვნური სამყაროს ბუშტიდან როგორ უნდა შეექმნა ეს დერეფანი მე არ ვიცი თუმცა ეს იყო მეორე მცდელობა პირველი მცდელობა
იყო მაშინ როდესაც ატლანტიდა არსებობდა და ხო ის თავის სამყაროს ამ ხელოვნურ სამყაროს ამ ბუშტს პირველადი დერეფნის მეშვეობით აკავშირებდა დედამიწას ატლანტების პერიოდში. თქვენი დროითო 80-იან წლებში იყო დამთავრებული ამ დერეფნის შენებლობა ან შექმნა ალბათ შენებლობა არა, მაგრამ მე უფრო ვიტყოდი შექმნა. ამ დერეფნის შექმნის დასრულება 80-იან წლებში მოხდაო. და აქ საუბარია ისევე იმ ბუშტიდან, იმ სამყაროდან ჩვენ სამყაროში დერეფნით დაკავშირებაზე. და მაგ დროის შემდეგ ინფორმაცია მაგ სამყაროზე ხელოვნურად მაპატიეთ ხელოვნურად შექმნილ ტექნოლოგიურ სამყაროზე ამ ბუშტში ამ ესე იგი როგორ მოდიოდა ეს ინფორმაცია მუთლმების ფილმების ხომ არის ბევრი ფილმი გადაღებული ფანტასტიკური კინოები კიბორგებზე რობოტებზე ვიდეო თამაშების მეშვეობით ის კი არა მე მინდა დავამატო როდესაც ხატრები წერდნენ ზეპირად სახეებს ესე იგი პორტრეტებს ზოგჯერ არ უნახიათ არ ხედავენ სახეებს უბრალოდ თავიანთ წარმოსახვაში ხედავენ ისინი ზოგჯერ იმათ ვისაც ხატავენ ხო და თურმე ადამიანი ვერ დახატავს ისეთ პიროვნებას თუ არასდროს არ აქვს ნანახი შეიძლება ადამიანი ამ ფიზიკურ სამყაროში არ ყავდეს ნანახი ეს თუ ის პიროვნება მაგრამ ოდესღაც სადღაც რომელიღაც სამყაროში შეხვედრია მას და დაუხატავს ის თუმცა იმას არ ახსოვს რომ ამ პიროვნებას იცნობს და ეს პიროვნება ნანახი ყავს მაგრამ ის ამ პიროვნებას ხატავს ეს არის ისტორია ცნობილი ბევრისთვის თქვენთაგანიდან ტრანსფორმერებზე ხო ისტორია ამ ტრანსფორმერების ისტორიაში ეს უზარმაზარი პლანეტა ამ პლანეტას ეწოდება კიბერტონი კიბერტონის სული დარჩა პლანეტაზე რომელიც დაიღუპა 11 მილიონი წლების უკან დაღუპული რასის ხო დაღუპული რასის შემდეგ იმ რასის შემდეგ იმ ცივილიზაციის შემდეგ რომელიც ექსპერიმენტებს აწარმოებდა ხო კიდევ მინდა შეგახსენოთ ისევ რომ მაგათ დაუკავშირდა თვითონ ლუციფერი და ამათმა ლუციფერის მოწოდებული ინფორმაცია გაიგივა თავიანთი მაგათმა გაიგივეს თავიანთი ვითომ მასწავლებლის მოწოდებული ინფორმაციასთან თითქოს მათ ესაუბრებოდა მათი მასწავლებელი არადა მათ მიმართულება მისცა ლუციფერმა რომ ეს ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ თან კარიბჭეებთან დაკავშირებით მიმდინარე ექსპერიმენტები ძალიან საშიშია ხო კიდევ თქვენთან იცნობენო ასეთ სულს პრაიმასის რომელიც იბრძოდაო ამ ბუშტში თავისი ადგილის მოსაპოვებლად მას სურდაო მართლობა მას სურდაო ლიდერობა ამ ხელოვნურ სამყაროში ეს პრაისი იყო იუნიკრონის ძმა და მან ეს იუნიკორი ჩალუქა ქვაში იმ მკვდარ პლანეტაზე
ამის შემდეგ ამ პრაიმუსმა გამოაცხადა თავი ბრძანებლად, შემქმნელად იმ ხელოვნური სამყაროსი. და რასაკვირველია, მე თქვენ უკვე გითხარით, რომ ამ ხელოვნურ სამყაროში გაიჭედნენ იმ დაღუპული ცივილიზაციის სულები, ნაწილი გაიჭედა, ვისაც უფრო მაღალი ენერგეტიკა ჰქონდათ. ბუშტმა ამოაგდო, ვისაც დაბალი ენერგეტიკა ჰქონდათ, ჩარჩნენ იქ. მაგრამ მაგასმა ვერ შეძლეს ფიზიკურ სხეულებში განსახიერება, რადგან იქ ამ მკვდარ სამყაროში ეს იყო შეუძლებელი, რომ ბიოლოგიურ ორგანიზმში განსახიერებულიყავენ. ლუციფერმა კიდევ ერთი პლანეტა დაასახლა ამ ჰიბრიდული ნეგატიური რასით, ამ ნახევრად კიბორჩხალად, ნახევრად მოლუსკისებური ცივილიზაციით, რომელსაც თქვენ სამყაროში ეწოდებაო კვინტესა. ეს ის დასახელებაო, რაც თქვენ გადმოგეცათო ინფორმაციასთან ერთად, მაგრამ სინამდვილეში იქ სულ სხვა დასახელებები აქვსო პლანეტებს, იქაურ პლანეტებს. და ის დასახელებები, რომ წარმოთქვაო იმ პლანეტების სახელწოდებები, იმდენად ნეგატიურიაო იქაური ვიბრაციები, რომ მათი სახელწოდებები ამ პლანეტების მოქმედებს დამანგრებლად ჩვენი სამყაროსთვის. ამიტომ მე მათ ნამდვილ სახელებს თქვენ არ გეუბნებითო მაგ პლანეტების დასახელებებს. და ეს კიბურჩხალა თავიანი მოლუსკები გახდნენ ის კეპტასონები. პირველებმა მაგათმა დაიწყეს ნახევრად მაპატიეთ, სულად თქვი, ნახევრად სინთეტიკური ფიზიკური ორგანიზმების შექმნა. შემდეგ გადავიდნენ არა ორგანულზე, საერთოდ არა ორგანულ სხეულებზე და უფრო მოგვიანებით კი შექმნეს რობოტების რასა. და ამ რობოტებში დაიწყეს იმ დაღუპული ცივილიზაციის სულების ჩასახლება, რომლებიც გაიჭედა მათ სამყაროში, მათ ხელოვნურ სამყაროში, კრაიმუსის სამყაროში. კრიპტოსომები არიან ტულხუს ნაცესავები, რომლებაც ხელოვნურ მკვდარ სამყაროში შეიძინეს სამშობლო. ხო, ის ბუშტი ყველაფრის მიუხედავად ლუციფერის ექსპერიმენტის მიუხედავად, ლუციფერმა ხომ სამი გალაქტიკას გაუკეთა ტელეპორტაცია მის ხელოვნურ სამყაროში ამ ბუშტში, ჯერ ბუშტი შექმნა. და მე ამ ბუშტი ტელეპორტაცია გაუკეთა სამ გალაქტიკას, მაგრამ ამის გარდა რა გააკეთა ახლა მაგა? ანტისამყაროში მინუსიანი პლანეტებია. ჩვენთან თუ დაუშვათ პირველი, მეორე, მესამე განზომილება ან სიბწყე არა, სიმჭიდროვე, ხო? იქანე მინუსია, -1, 2, 3 და ასე შემდეგ. მან კი -3 სამიანი, ესე იგი სიმჭიდროვის სამი გალაქტიკა, რომელიც გადმოიტანა, ამით ეს -3-იანი პლანეტები გახადა 3-იანად. ჩვენ ხომ კი ახლა მეტიცა, იმიტომ გადავდივართ, გადასვლის პერიოდია და იზრდება სიმჭიდროვეები, შეიძლება 3.80, 3.80 მეასედი, 3.90 მეასედი,
4, ხო, ის განაყოფით ბევრ რაღაცას ნიშნავს და ლუციფერმაც ასეთი სამყარო შექმნა, მაგით რომ მინუსიანი სამყარო ამოკეტა ამ ბუშტში მის ხელოვნურად შექმნილ კვტარ სამყაროში, ხო, თითქოს ჩვენებურია, მაგრამ სინამდვილეში სხვა, მაინც ანტისამყაროდ ითვლება. და საზღვარი ამ ბუშტის შედგება შესკელებული ეფირისაგან და სამყაროს რეალური გამყოფი დისკისაგან. მოდით მე ამას გავიმეორებ. საზღვარი ამ ბუშტისა შედგება გავსკელებული ეფირისაგან და სამყაროს გამყოფი დისკისაგან. სამყაროს საჩულებისაგან, რომელიც ყოფს სამყაროს და ანტისამყაროს. დედამიწაზე, როდესაც არსებობდა ატლანტური ცივილიზაცია, ქრონოსის წარმომადგენლებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ ანუნაკებთან და ჰყავდათ პლანეტა გლორია და აქედან გამომდინარე მათ შექმნეს ენერგეტიკული გადასასვლელი და კარიბჭე ამ ბუშტის კარიბჭესთან დასაკავშირებლად. ეს იყო განაკეთებით ლუციფერის ბრძანებით და დაავალა მის გაკეთება ანუნაკებს და ქრონოსს მაშინ. და ეს არხი, ეს დელეფანი მიდიოდა დაბალ სამყაროებამდე, სადაც ვერ მიუწდებოდათ ხელი ნათელ მხარეებს, სინათლის მეომრებს, რადგან ის დაბალი სამყარო იყო შექმნილი დაცემული სულებისთვის, ან მათთვის, რომლებაც დაიწიეს თავისი ვიბრაციები, რომ მათი საშუალებით შეასახლონ ის ცარიელი ხელოვნური კვტარი სამყარო ბუშტში. სულები მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ შეესახლათ ამ რობოტებში, რომლებიც მომავალში იქნებოდნენ მათი მოსახლეობა. და ეს რობოტები შექმნეს კვინტოსომებმა, ან მათ კიდევ უწოდებენ ავტობოტებს. Как их называют у вас в истории трансформ? როგორც მათ უწოდებთ თქვენ ტრანსფორმერების ისტორიაში. ატლანტების 1000 სული, რომლებიც დათანხმდნენ, რომლებმაც აირჩიეს რობოტიზაციის გზა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ტექნოლოგიებით, მანქანებით, ხელსაწყოებით და რომლებიც გიჟდებოდნენ ხელოვნურ ინტელექტზე, ამ დელეფნის მეშვეობით გაემგზავრნენ კვდარ სამყაროში, ამ ბუშტში. და იქ გადაიქცნენ ავტობოტებში. კვინტესონებს ჰქონდათ ტექნოლოგია, რომლის დახმარებით იწვევდნენ ამნეზიას და ანუ დავიწყებას. და სანამ ამ სულეს გამოიყენებდნენ, ისინი მათ უთიშავდნენ მეხსიერებას. მაგრამ ატლანტების სულები თავისინებით წავიდნენ ამ გზაზე, თავისინებით დათანხმდნენ, რომ გახტარიყვნენ რობოტები. რადგან ისინი ოცნებობდნენ მიიღოთ არაბიოლოგიური მარადიული სხეულები, რომლების სხეული არ დაავადდებოდა, ადვილი გასაფუჭებელი არ იქნებოდა, ბევრი არაღის მიმართ მყარი იქნებოდა, არ დაზიანდებოდა და ამ რობოტების სხეულები ბევრ პირობებში გაუძლებდნენ ისეთ პირობებში, სადაც ბიოლოგიური ორგანიზმები ვერ გაძლებდნენ.
მათ უნდათ ატლანტებს უნდათ მიეღოთ მარადიული ფიზიკური სიცოცხლე იმის მიუხედავად რომ ატლანტები ისედაც დიდხანს ცხოვრობდნენ მაგრამ მათ უფრო მეტი უნდათ მათ უფრო მეტი უნდათ წარღვნის შემდეგ რომელსაც წალეკა ატლანტების დროინდელი ცივილიზაცია უბრალოდ ატლანტების დროს მოხდა წარღვნა რომელმაც დაარღვია და გაანადგურა ეს დელეფანი ეს დამაკავშირებელი დედამიწის და იმ ბუშტის შორის დელეფანი გაუხდა მაგრამ ამავე დროს დედამიწაზეც არ დარჩა ისეთი სულები რომლებსაც მოუნდებოდათ ლუციფერის ხელოვნურ სამყაროსთან დაკავშირება არ დარჩა ასეთი სულები ხო მაგის შემდეგ რაც დაიღუპა ატლანტები და კავშირი გაწყდა ლუციფერის მკვდარ სამყაროსთან ეს ტექნოგენიზაცია შეჩერდა და მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოსკენ ისევ გააქტიურდა ტექნოლოგიები არა ისევ გააქტიურდა ტექნოგენიზაცია და ლუციფერმა გადაწყვიტა თავისი ექსპერიმენტალური სამყარო გაეზავებინა ახალი მოსული სულებით მის მკვდარ სამყაროში მიმდინარეობდა ბრძოლები ბატონობაზე ხო ეს ძებდებოდა მანამ სანამ აგარტის მეპატრონე არ წასდგაო ნიბირუს მმართველის წინაშე ხო იქ აგარტის მეპატრონე წასდგა ლუციფერის წინაშე და ლუციფერმა უბრძანა ეს დელეფანი დამაკავშირებელი დელეფანი დედამიწის და მისი მკვდარი სამყაროს შორის აღედგინა და კავშირი კიბერტონთან უნდა აღდგარიყო პლანეტა კიბერტონთან და ეს მეპატრონე მაშინდელი ანუნაკელი როდესაც დაბრუნდა აგარტაში და ამ საქმეს მოგიდა ხელი მაგრამ ლუციფერმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინა როგორც თქვენ იცით არსებობს კარმის კანონი ხო და იმ ატლანტების ბევრი სულები რომლებიც თავისი ნებით ჩაბარდა ლუციფერს და თავისი ნებით დათანხმდნენ რობოტებში ჩასახლებას განსახიერებას რაღაც პერიოდის შემდეგ ეს რობოტები ხომ მაინც მანქნებია დაიშალა გაიცვითა და ბევრი სულები იქიდან იყო ავტომატიურად ამოგდებული ამ კარმის კანონის მიერ ამ კარმის კანონის თანახმად რომ სულებზე მოიკითხათ პასუხი და ლუციფერმა ეს ვერ გაითვალისწინა ან არ გაითვალისწინა და ეს სულები რომლებიც იყვნენ იმ რობოტების სხეულებში რობოტების გაცვეთის მანქანების გაცვეთის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ დედამიწას და დაიწყნენ დედამიწაზე განსახიერება და ეს სულები განსახიერდებოდნენ იმ ბავშვების სხეულებში რომლებიც იბადებოდნენ 80-იან წლებში 90-იან წლებში 2000-იან წლებში და მათ მიერ შექმნილი კარიბჭეების მცველად ვინ დააყენეს ისევ ის ტუხლუ გონი ტუხლუ თუ ნუ ხო ის არსება ის მონსტრი ტუხუ და დემონები მისი ოჯახიდან რომლებიც მასენთან იყვნენ დასაცავად გაგზავნილი ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინც ბავშვები დაიბადა ამ წლებში ყველა ატლანტების მაშინდელი ატლანტების სულებია რომლებიც
იყვნენ ჩასახლებული, გასახიერებული რობოტების სხეულებში? არა. ყველა არ არიან ატლანტების სულები. ყოფილი ატლანტების სულები, არა. უბრალოდ მაგ დროს ძალიან ბევრი მოვიდა მასეთი სულები. ისინი უბრალოდ იმ დროს დაბრუნდნენ უკან მიწაზე, როგორც სხვა სულები, რომლებიც ამ ასე ვთქვათ სარკის მიღმა სამყაროებში იყვნენ. და იქ ცხოვრობდნენ. ხო, განსახიერებული და რაღაც პერიოდი იქ ცხოვრობდნენ. და სულები, რომლებიც დაბრუნდნენ ასეთი ხელოვნური სამყაროებიდან, მკვდარი სამყაროებიდან, სადაც მხოლოდ მანქანები და ტექნოლოგიები იყო, ისინი იხსენებენ მერე, როგორც ახლა კონტაქტორები იხსენებენ თავისი ვარსკვლავურ ცხოვრებას, ასევე იხსენებდნენ ისინი იქაურ მათ ცხოვრებას. თქვენ იცით, რომ კიბერტონის სამყარო უკვე დაკეტილიაო. და უცებ ის უზარმაზარი კრისტალი გახდა კაშკაშა, ამბობს ვალერია. და მან უცებ აჩვენაო უზარმაზარი რობოტები, მეტალალომის გროვა, სვალკა, ასე თქვათ. გვაჩვენაო ამ კრისტალმა კვტარი, ინდუსტრიული პეიზაჟიო, გვაჩვენაო არსებები გრძელი, გრძელი საცეცებითო, ომები და ნანგრევებიო და სიბნელეო. გვაჩვენაო ბანდები, რომლებიც შედგებოდაო რობოტებისგან ან ნახევრად რობოტებისგანო. ეს სამყარო, ის სამყარო, ურთმეს სამყარო იყო კვტარი სამყარო და როგორ შეუძლია შეიცვალოს უკეთესობისკენ, არა? ხო, ბევრი სულები, ატლანტების სულები, რომლებიც იყვნენ რობოტების სხეულებში, ნელ-ნელა მოდიოდნენ გონზე და რადგან ისინი სულიერად იზრდებოდნენ, გონზე მოდიოდნენ, მათი სულები ავტომატურად იყო ამოგდებული ეფირიდან, იქაური ეფირიდან ბუშტის გარეთ და დაბრუნებული იქნა დედამიწაზე და ახლა ლუციფერმა დავალა აგარტის მეპატრონეს, რომ ახალი სულები გამოიცავნა მასთან და ძველი სულებიც დაებრუნებინა უკან. ძლიერი ეს ინდუსტრია კინოში, კომიქსებში, მულტფილმებში, ანიმეში და უკვე თამაშებში მათ სამყაროებზე ყვებიან ყველგან. და ამის დახმარებით აგრეთვე არეკლამირებენ მაგ ხელოვნურ მკვდარ სამყაროს, რომელიც შექმნა ლუციფერმა. ეს თამაშები, ვიდეო თამაშებიც იმ რანგს მიეკუთვნება. და თითქოს ეს არის უბრალო გართობა. თითქოს ეს არის ფანტასტიკური ჟანრი. ბევრი სულები ბავშვების სხეულში და დიდების სხეულში, მაგრამ რომლებსაც არ ახსოვს ბევრი რამე, ცდილობენ იცხოვრონ ისეთ სამყაროში, რომელსაც მათ აწვდის წარმოსახვაში. ისინი თავის თავს ხედავენ გმირებად ამ მკვდარ სამყაროებში. თან მართლა არიციან, რომ მასია. და როდესაც ვინმე გატაცებულია მასეთი ფილმებით, გატაცებულია მასეთი მულტფილმებით და გატაცებულია მასეთი ვიდეო თამაშებით და ბევრსაც ატარებს ამ ვიდეო თამაშებში თავის ენერგეტიკას, თავის დროს დებს ამ ვიდეო თამაშებში, ის ავტომატურად აძლევს თანხმოვანს, რომ მასეთ სამყაროში უნდა ცხოვრება. თურმე ადამიანი რითაც არის გატაცებული, იმ ოცნებას კვებავს და აქედან გამომდინარე ის ფესვებს უშვებს უნებლიეთ მასეთ სამყაროებში თავის სულიერ ფესვებს და მაპატი დედა ბოდიში დროებით ხო და ასეთი ადამიანები რომლებიც თამაშობენ
და იმარჯვებენ ამ თამაშებში. ამით სარგებლობს ლუციფერი და მას ეცულებს, უგებს მახეებს და აჩვენებს მათ, წარმოადგენს მათ როგორც გმირებს, როგორც სუპერ გმირებს და ასე შემდეგ. ხო და ამას ყველაფერს კონტროლს უწევდა ძველი სისტემა. ახლა არ ვიცი როგორ მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა. კიდევ არ დავიხლები იმის გამეორებით, რომ ჩვენ რასაც ვკვებავთ ჩვენი ფიქრებით, ჩვენ ფიქრებს, როგორი ფიქრები გვაქვს და ამ ფიქრებს როგორ კვებავთ. ესე იგი ჩვენ თუ და რით ვარ დაკავებული, ხო? ამასეა დამოკიდებული. საწავა ჩვენი სული. ამიტომ ახლა როგორც არასდროს ხილათ უნდა ვიყოთ. უნდა გავურთხევდეთ ჩვენ ვიბრაციებს, უნდა ავსწიოთ ჩვენი ვიბრაციები და აი ახლა მე ერთმა სპენელმა მომწერა კონტაქტორებსო, ხელვებიო შეიძლებაო თვით სატანამაც კი მეაწოდოსო ლუციფერმა. ვეთანხმები. მაგრამ ამის გამო თქვენ რომ ასე არ მოხდეს, სიფხიზლე უნდა გამოიჩინოთ. ამიტომ ვამბობ, თქვენ გულებს მოусმინეთ, რაც რეზონირებს თქვენთან, იმას დაუჯერეთ. მაგრამ შეიძლება ადამიანი დაბალ ვიბრაციებზე იყოს და რეზონირებდეს დაბალ ვიბრაციული რაღაცები, ხო? ხო. შეიძლება რა ვიბრაციის დონეზეც ადამიანი ისეთი დონის რაღაცები იზიდავს. აბა დამეთანხმებით. ამიტომ მე ვამბობ, თქვენ მეც არ მომისვინოთ. ეგ მე ვცდები, ხო? მე დარწმუნებული ვარ, მე ჩემ გულს ამიტომ მე ვცდილობ სულ პოზიტიურ ნოტაზე ვიყო, იმისთვის რომ ვიბრაცია იწიოს და დაბალ ვიბრაციულმა რჩევებმა მე არ შემეხოს. იმიტომ რომ როდესაც თქვენ მაღალ ვიბრაციებზე იქნებით, თქვენ დაბალ ვიბრაციული რჩევები თქვენამდე არ მოვა. იმიტომ რომ თქვენ თუ იმ დაბალ ვიბრაციულ რჩევები მოგივათ, მაგას თქვენამდე არ მოუშვებენ. ვერ მოვა ის თქვენამდე, რადგან თქვენ მასზე მაღლა უნდა იდგებით და უნდა იწიოთ. ამიტომ ვამბობ, მე მესმის, რომ სიფრთხილე მართეს ყველას. აი მაგალითად, ხანდახან ხო ფიქრობ რამეზე, რაც პროცესები ხდება, რა ხდება სამყაროში, ფიქრობ დედამიწაზე, დაუშვათ კოსმოსზე და ასე, ფიქრობ, რაც დაკავშირებულია, იმაზე ფიქრობ, რაც დაკავშირებულია გადასვლასთან. ზოგჯერ ფიქრობ იმაზე, თუ რა თქვა კონტაქტორმა ახლა, ან ვიდეოს რომ უსმინე, როგორ უნდა გავიგო მაგალითად ამ ვიდეოს აზრი და უცებ შეუმჩნევლად გადავდივარ იმაზე, თუ ნეტა აი ამ ასეთი ტანსაცველი მომცა, ისეთი ტანსაცველი მომცა, აი ხვალ რა გავაკეთო, აი ვარენიკები მომენატრა რაცხა, აი ეს მომენატრა, აი ეს მაჭამა, ან ვიღაცების საქმეებში, პრობლემებში ვარ, ვიღაცების ნათქვამი მახსენდება და ვცდილობ ისევ ჩემ ფიქრების გზაზე დავდგე. თუ რაზე ფიქრობდი მე? აი ამაზე ვიჭერ ხოლმე ჩემ თავს. ამას ქვია სიფრთხილე. არ უნდა ვიფიქროთ ცუდზე, უნდა ვიფიქროთ დასაკვირია, მაგრამ არ უნდა კონცენტრაცია არ უნდა გავაკეთოთ იმაზე, რაც ჩვენ გვიშლის ხელს. ხო და თქვენ დროსო, ეს გაითვალისწინეთ, რომ 23 წლის თუ 22 წლის ვიდეოა, ხო 22 წლის ვიდეო ყოფილა ეს ახლა. იმ დროს ჯერ სიტუაცია აი ცვლილებები უბრალოდ დაწყებული იყო, ახალი დაწყებული. და თურმე
იგივე ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ძვირად იყიდებოდა უпростоრად. მაგალითად, მხატვრები, მათი ნაწარმოები თუნდაც ფერწერაში, თუნდაც მუსიკაში, თუნდაც ხელოვნების სხვა დარგში, მათი ნიმუშები და ნაწარმოებები იყიდებოდა თუ მეპატრონე, აგარდის მეპატრონე მისცემდა ამის უფლებას. ანუ ესეც კონტროლდებოდა. მაგრამ საბედნიერო თუ კიბერტონის სამყარო დაიხურაო თქვენთვის. ამბობს ხარარტი. სინათლის მეომრებმა დავიბენი ახალმე. სინათლის მეომრებმა შეძლესო ამ ბუშტის ჩაკეტვა. გაქრობა, რა ვიცი. ვაფშე საფრთხეს არ ქმნისო ახლა ის დედამიწების წინაშე და სხვა სამყაროების წინაშე. და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ახალი დელეფანი, რომელიც გააშენეს აგარტელებმა, დაიშალა. როდესაც ეს დელეფანი აგარტიანელების მიერ აშენებული დაიხურა, დაიშალა, ამ კვტარის სამყაროს როგორ გითხრათ, დალუქვა მოხდა. ხო, მალე ეს სამყარო, ხელოვნური კვტარის სამყარო საბოლოოდ გაქრება, რადგან ენერგონი, მათ არა აქვთ ენერგია, რომლის დახმარებით იკვებებოდა იქ მცხოვრები. ეს ენერგონი იყო გავახის კონცენტრატი, რომელსაც ამ ხელოვნურ კვტარ სამყაროში გადასცემდნენ დემონები დედამიწიდან. გავახი არის ენერგია, ნეგატიური ენერგია, რომელსაც ქმნიდნენ ტანჯვის, ნერვიულობის, შიმშილის, ომების და ყველა ნეგატიური მოქმედებიდან გამომდინარე შეგროვილი ენერგიიდან. დემონები კი, რომლებიც ჩარჩა იმ ხელოვნურ კვტარ სამყაროში, ერთმანეთის ჭამა დაიწყეს. ექსპერიმენტი, ლუციფერის ეს ექსპერიმენტი ჩაუვარდა ლუციფერს. კი, სამყარო დახურულია, მაგრამ საკუთარი ნების კანონი არავის გაუქმებია და ის სულები, რომლებიც არიან ზომბირებული და აგრძელებენ გამოთქვამენ სურვილს და უნდა დაბრუნება იმ სამყაროში, მაგათ შეუძლიათ იქ ჩავარდნენ, მაგრამ უკან ვერ დაბრუნდებიან. ამიტომ ამბობს ეს ბუდა, მე ახლა მიმართავო იმ სულებსო, რომლებიც არ არიანო გაძლიერებული, იმ სულებს მიმართავო, რომლებიც განსახიერებნენო თქვენ სამყაროში, სულ ახლა ხარ, თუმცა მათი სხეულები ჯერ ბავშვებიაო და ახალგაზრდებს წარმოადგენენო, მაგრამ ესენიო ცდილობენო რეალობას გაიქცნენო და განმარტოვდებიანო ხოლმე ამ ვიდეო თამაშებში, ვირტუალური თამაშების სამყაროში. უყურებენო მრავალ ფანტასტიკურ კინოებს, სადაც სულების გამტაცებლებს მიყავთო მილიონობით სულები, ხო, უყურებენო ესეთ კინოებს, სადაც თითქოს ამტკიცებენო, რომ შეიძლება ბოროტება სიკეთეთ იქცესო, სიკეთე კი ბოროტებათო. თქვენი კინოები და წიგნებიო ცდილობენო საზღვარი წაშალონო სიკეთის და ბოროტების შორისო. თქვენ იცით, სინათლის მეომრებმა ხელი შეუშალეს -11-იანი განზომილების შექმნას. -11-იანი განზომილება რო შექმნილიყო, ჩვენ სამყაროს ემუქრებოდა გაქრობა. ეფირმა დაეხმარა გაინადგურებინა დემონი ფტუხუ, რომელიც გაუშვა უტილიზატორში
არის ანტისამყაროში არის სპეციალური უტილიზატორები, სადაც ატარებენ ამ ენერგიებს, ამ დემონურ ენერგიებს წმინდავე. სინათლის სულები ეხმარებიან ზეს პარაზიტებისგან განთავისუფლდეს. სახელად შავი მზე. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია. მიდის ომი. მაგრამ თუნდაც ეს ომი თქვენთვის უხილავია, რადგან ეს ომები მიდის სიცოცხლეშორისო განზომილებებში. მაგრამ არავის გაუქმებია არჩევნის ნება. და თუ რომელიმე თქვენგანი გატაცებულია მოგონილი ფანტასტიკური სამყაროებით, მას შეუძლია ადვილად აღმოჩნდეს მასეთ სამყაროში. მაგრამ ნამდვილად ამ სამყაროში აღმოჩნდეს და არა თამაში, არამედ რეალურად აღმოჩნდეს. ვიდეო თამაშებში კი არა, რეალურად აღმოჩნდეს მასეთ სამყაროში. და ახლა დაფიქრდით, თქვენ როდესაც ვიდეო თამაშს თამაშობთ, კი, თქვენ თამაშობთ, დროს ატარებთ, თავსირთოთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რას იზამთ თუ მასეთ სამყაროში აღმოჩნდებით. რეალურად. მაგრამ თქვენ თუ გააგრძელეთ ახალგაზრდობას, გულისხმობთ მე ბავშვებს ახალგაზრდობას, მშობლები აძლევენ უფლებას პატარა ბავშვებს ვიდეო თამაშები ითამაშონ. ახალგაზრდობა დროს ატარებს ამ ვიდეო თამაშებში ან ვიდეო ჩატებში. და მე ვიყავი ცოცხალი მოწმე, როდესაც მაგტის ჩატში შევედი, მაგტის ჩატი იყო თუ მაშინ ბილანი მქონდა, არ მახსოვს. არ ველოდი მე უბრალოდ. ეგ ხომ ქსელია, მობილური ქსელი. როგორ არ უნდა კონდეს ქსელს ცენზურა მის ჩატში. მოზარდები თინეიჯერები, ბიჭები, ისეთ რაღაცებს წერდნენ, ისე იგინებოდნენ ამ ჩატებში. მე გამოვედი იქედა. მაგტის ჩატი იყო მგონი. თან თინეიჯერებს თავი დავანებოთ. ზარდი მამაკაცები. ცენზურა როგორ არ უნდა კონდეს ასეთ მობილურ ქსელს. ახლა არ ვიცი და მაშინ მე არ შევსულა მე გამოვედი იქედა. მაგ ჩატზე არ შევსულა საერთოდ. ხო, და როდესაც თქვენ დაამთავრებთ მიწიერ გზას, თქვენი სულები ავტომატურად განსახიერდებიან იმ მკვდარ სამყაროში, მაგრამ თქვენ იქიდან მერე ვერ გამოხვალთ. თქვენი სულები ვერ გამოვლიან იქედა. თუ დასაკვირველია არ მოხვალთ გონზე და არ მოგინდებათ სულიერი ზრდა. ხო, ვინც თამაშობს, ვინც ფანტასტიკურ მასეთ რობოტიზებულ კინოებს უყურებს, გონიათ რომ ის სამყაროები მშვენიერია. მაგრამ ადამიანებს არ ესმის, რომ ამ ხელოვნურმა სამყაროებმა მახეები დააგეს სულების გამოსაჭერად. ხომ, არ უნდა დაგავიწყდეთო, ეს ბუდა ამბობს, არ უნდა დაგავიწყდეთო თქვენო ადამიანებს, რომ ლუციფერი ჯერ კიდევ აგრძელესო ხელოვნური კვტარი სამყაროების შექმნას. აი, ზუსტად ამ სამყაროებს შეუძლებაო ლუციფერი მასეთ სულებსო. ხომ იყო ერთი პერიოდი სკრიჟალები დადებული ამერიკაში, რომ მოსახლეობა უნდა შემცირდეს 500,000 მილიონამდე, ხო? ხო, და ამ შემცირებული მოსახლეობის სულებსაც ელოდებოდა ლუციფერი თურმე იქა. და სინათლის მეომრები ყველაფერს აკეთებენ შეუძლებელს, რომ ამ ლუციფერის ეს გეგმები ჩაშალონ. მაგრამ მინდა გითხრათო, რომ თქვენ თუ თქვენი ნების გარეშე ლუციფერსაც კი არ შეუძლიაო თქვენი სული წაიყვანოსო. თქვენი ნების გარეშე ვერაფერს ვერ იზამსო, თუ თქვენ არ დათანხმდითო. იყავითო ფრთხილად. თქვენი ფილმებიო უკვე კერავენო ამ სურვილებსო, ვინც უყურებს მათ ეხება
ფრთხილად უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც უყვართ კომპიუტერული თამაშები. ამ კომპიუტერულ თამაშებში ყველგან დენაო კოდები, რომლებიც აპროგრამირებსო twins და ეს კოდები უფრო ძლიერია ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ეს კოდები, რომლებიც ჩადებულია ფილმებში და კომპიუტერულ თამაშებში, ჟურნალს ესე იგი ამ კოდების გაჩვენა ხდება ცნობიერებაში, ესე იგი ტვინის გავლით შედის ცნობიერებაში. ეს უფრო ვარესია ვიდრე ჩიპიზაცია. მაგრამ არავის უნდა ამის შემჩნევა. თუმცა ბევრისთვის არის უკვე დიდი ხანია, ბევრისთვის არის ცნობილი თუ რა მიჩვევა იცისო კომპიუტერულმა თამაშებმა. მე სრულიად ვეთანხმები. გაცნობიერებული სული არასდროს არ გაემებაო ამ ახეთში. მაგრამ ისულები, რომლებსაც ჯერ ძინავთო და თავისთავი არ ახსოვთო, ისინი ადვილად გაებმებიანო ამ ახეებში. ხო, აგრეთვე საშიშროებას წარმოადგენენო ისეთი უბრალოდ საშიშროება დენაო ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოწყენილობა, დეპრესია. ამ დროს ადვილიაო სულის მახეში გაბმა. თავისი მდგომარეობით ასეთი სული, ასეთი ადამიანი კვებავდეს იქნება ჯერ ბნელ მხარეს ენერგონით, თავის ენერგონით. მაგრამ შემდეგო, როდესაც დედამიწაზე თავის ამოცანას შეასრულებსო, თავის მისიას დაასრულებსო და სული განსახიერდებაო, მომენტალურად იქნება გაგზავნილი კი არა. აი, ხომ გინახიათ ტელევიზორში ან მოცემებში უცებ რომ გამოგლიჯავენ გმირებს ან როზეტკიდან ვილკასო ამოგლეს ადამიანი შურს მოკიდებს ხელს, გონსაც კი ვერ მოვა, სული ისე იქნება ამოგდებული და იქეთ გადაგდებული. იმიტომ კი არა ასე უნდა კეთილ აბსოლუტ ღმერთს არა. იმიტომ რომ თამაშები ვიბრაციას უწევენ ადამიანს. მარტო თამაშები კი არა. როდესაც შენ ყოფადობით ხარ ჩათრეული, როდესაც შენ გიჭირს, აი დღეს რა ჭამო, ხვალ რა ჭამო, ეს ჩავითვა, ის ჩავითვა, თურმე ამაშიც დევს დედა მახეები, ან ხვალ რა ჭამო, ან ჩამერიცხავენ თუ არა პენსიას, ან ჩამერიცხავენ თუ არა ამას, ან ნერვიულობ მაგალითად რაღაცაზე, ხო? ამიტომ არაფერს უნდა ინერვიულო. უნდა იყო კარგად განწყობილი. არ უნდა არ გაიჭედო ტვინი მატერიალური საკითხებით. კი, დღეს მატერიალური საკითხების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ყოფნა, მაგრამ აი ან და არ უნდა არ უნდა როგორ გითხრათ იფიქროთ იმაზე თუ ვინ რად გაგიკეთათ ცუდი, ვინ რა გაწყენინათ. ხანდახან კი მე ყველას ვუყურებ ისე, ვიღებ ადამიანებს ისეთებს როგორიც არის, იმიტომ რომ მე მათ ვერ შევწვი და ტყუილად ნერვები უნდა მოვიშალო და ვიბრაციები უნდა დავკარგო და ჩემი ენერგიებით უნდა ვკვებო ბნელი ძალა ან პარაზიტები, ხო, ვინც არის ჩემ ველში. მაგრამ ხანდახან ამომიტივდება ეს, ხო? აი შენ ხო გაჩედი, ჩემ თავს ვეუბნები, შენ მათ ვერ შეცლი. კი, ამცირებენ ზოგჯერ ისე წეწყვიან დამჩაგრავენ, დამამცირებენ, მაგრამ მე ვცდილობ არ გამოვიდე. კი, მაგრამ რკინის ნერვები ხო არ გავს, თავისთავად ხანდახან ბრაზი ამოგივა, ამ ეს ბრაზი უნდა გააქროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ხელს შეგიშლით. ხო გეუბნებით, ხანდახან აი ერთ ადამიანი აქ თუმრად დებია ასაკობრივი თითქმის დედისწულა, დედა გარდაცვლილი მყავს, მე ახალგაზრდა გადაიცვალა 60 წლისა და
რაღაცით მას ჩამოგავს, რაღაც საქციელი მისაქციელს ჩამოგავს და თან მოხრებით კივა სკამი დადის, უჭირს რა, ჩაღონული დადის და ამას დაუწყე ხა შემეცოდა ყველა შვილივით ამოვდექი და ამას დომებია ჩემი მსახურად დაყენება, ეშმაკურად დამიწყუყო თან სულ ფულზე განჩევს მარტყავს, ფულის სიცხება უნდა, რატო არ მასიცხებს ფულს, რამდენჯერ ავუხსენი. მასთან დააქვენ ყველაფერი აქვს გაკეთებული, სოციალური პენსიონერია, ქირის სახას უხდიან და თან ახლა და ისა მაინდა-მაინც მე რამდენჯერ ვუთხარი, მე შენი მისათემი ფული არ მაქვს, მეც ბინისკირა მაქვს გადასახდელი, მე კომუნალურები მაქვს გადასახდელი. ერთი თვალის კატარაქტის ოპერაცია გავიკეთე, მეორე თვალის ოპერაცია მქონდა მაშინ გასაკეთებელი. წამლეს არაუდივარ მე უთხარი წვეთეს მე უფასოდ არავინ არ მაძლევს კი მთავრობა დამიფინანსა ოპერაცია, მაგრამ მე უთხარი მე წვეთები მაქვს საყიდი თვალის, რომ არ ვიყიდო და რომ არ ჩავიწვეთო, არ შეიძლება მეთქი, ხომ გადავარჩინო უნდა თვალები მეთქი მე უთხარ და მე შე რა გასიცხო, როდესაც ფული მე თვითონ მჭირდება მეთქი. ის კი არ ვყოფნის, ახლა ვალი მაქვს. დავიდები ვალი, რა მექნა? რა მექნა? აქეთ ბინისკირა გადასახდელი. ახლა ძალიან მომაწვა ისეთნაირად, მაგრამ არ წუწუნებ მხედველობა. კი, მხედველობა ახლა როგორ? მხედველობა ადრეს ინდონეზე ჩამოვედი, რომ ასოებსაც ვერ ხედავდი და კი იცით ახლა როგორ მკითხულობდი თავიდან მე ნაწერებს. ხო? ხო და ახლოდან ახლა წვრილასოებს ვერ ხედავ, ნორმალურასოებს კი, ახლოდან დაწერა არ შემეძლო მიჭირდა. ახლა რა მაქვს საწუწუნო ხალხო? ხედავ საერთოდ ვის ეგონა მე რომ თვალში გამოვიხედებოდი? კი, ახლა მე შორს მიჭირს, მაგრამ მე ჩამისვეს წამოგიდგენიათ ფული რა თქმა უნდა მაგიტონ არ დაურეკე ეხილს. სამში უნდა მისულიყავი, კომისიას ველოდებოდი ქირის სახასთან დაკავშირებით სურათი უნდა გადამიყონ, ყოველ სამთოში მაქვს დასაწერი და მერე 8-ში დავრეკე, დამიბარა ექიმი სამწყობოში აღმოჩნდა და მერიდება დარეკვა რომ ითხრას ჩემმა ექიმმა ამ დროს მოდიო, რომელი ფული მექნება გადასახდელი ვიზიტის. კი, ოპერაციის შემდგომი 3 ვიზიტი უფასოა, მაგრამ ახლა 30 ლარი მექნება გადასახდელი. და ახლა გაგეცინებათ, იმ დღეს 30 ლარი მიმქონდა მაინც. იგით ვისისხე და მიმქონდა მაგრამ ექიმი ხო გიგონი სამწყობში მოხდა. ავდექი და ეს 30 ლარი საჭმელზე დავხარჯე, რა მექნა? და მე არც დამერეკია და რაც მაქვს წვეთები იმას ჩავამთავრებ. მე ვიცი, მეც ეგთანი ვარ და ვიცი ახლა უკვე რთული პერიოდი გასულია და აწისაშრება იმის არა, მეც მაქვს იწვეთა რაღაც წვეთები იაფიღებს. არა უცვლელი ძვიანი წვეთები ჩავიწვეთო. ხო და ჯერ არ ვრეკავ, მისასვლელი ვარ, მარჯვენა თვალი უნდა ნახოს როგორია, როგორ მდგომარეობაში ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ვერ მიდივარ. ახლა ველოდები პენსიას. იმედია 20 ლარი მეორე ჯგუფის პენსიონერებსაც მოუმატეს და სოციალურსო 20 ლარი მოემატებაო იანვრიდან, ნახოთ და მაშინ აქეთ ის ვალებით მაქვს გასაცნობებელი, მაგრამ იგი ისეთი, არ დამახჩობენ მაგის გამო, მაგრამ მთავარია ბინისკირა, მთავარია კომუნალურები, საჭმელს კიდე ნისიად მომცევს აქ ის ქალი, მაგრამ ნისიად მე არ ვიღებ, იმიტომ რომ წინ დამადგება. ახლა სახალხოდ იძულებული გახდე ნისია მეღო. მაგრამ არაფერს ჩივი, იმიტომ რომ ესა სახალხოდ ყველაზე დაურიგებიათ სახალხო საჩუქრები და მე რამდენი წელი აქ ვარ, მე სოციალურად დაუცველი ვარ და არავის ჩემთვის არც კი დაურიგიათ, მიდოდა წასვლა გუშინ, მაგრამ ცუდად ვიყავი. წელით მაწუხებს ახალ ადგილას. ახალი თექარი ჩდება, კუტუსუნი ძვლის ძევით. და ხანდახან ისე შემიდევს,
როგორ გაიხუნები, როგორ გასწორდები, ისეთ ადგილზეა მაგი. წელის არეშიც არა, ქვევითა დაბლა და იქ ვერც გაიხუნები, ვერც გასწორდები. და მაპატიეთ შუქი არის, მაგრამ მე ხა წერდა რომ ავდგები მე დამიზარება, გაგრძელება ცოტა დამრჩა, ამიტომ ვაგრძელებ სიგნალებში ვიდეოს გადაღებას. სანამ ენერგია ჩართული მაქვს, ხო? გახურებული ვარ ახლა ენერგეტიკულად. და ამას ვამბობ მე. სათოლი მჭირდება კი. მაგრამ რომ გადავდივარ გზას, მანქანა რომ არ დამეჯახოს, არა, ისე კარგად არ ხედავ მე. ხედავ, არა, კარგად ხედავ ახლოდან. ჩემთვის ეს მიღწევა. ამიტომ მინდა მივიდე ექიმთან და რამდენი პროცენტი მხედველობა დამებრუნდა. მარცხენა ვიცი რომ 20%-ით არა, მაგრამ საერთოდ რა მქონდა იმასთან შედარებით 20% კი არა? სათხა 20%-ამდე მითხა ექიმა. და ახლა უნდა დაველოდო იანვრის თვეში ჩამერიცხება, ხან პენსია, ხან ის და ჯერ ბინისქირა უნდა გავიხსნურო. და მე წავალ აუცილებლად ექიმთან. მეც მაინტერესებს რა მდგომარეობაშია ჩემი თვალი. არა, მე საწუწუნოდ კი არ ვამბობ ამას, უბრალოდ თქვენ მაგალითი მოგიყვანეთ, უბრალოდ გითხარით, რა სიტუაცია მაგალითი მოვიყვანე, რომ ხედველობა თავარია, ყველაფერი ცუდია, რასაკვირველია, ყველა პრობლემები, მაგრამ ხედველობა მაინც ხედველობის პრობლემა სხვა, მაგრამ მე ვარ ბედნიერი ვარ, ნახდათ. და მაგას ვამბობ, სოციალური მქონდა და რამდენი ახალი წელი გაიარა, რამდენი ახალი წელია ვარ, ხო? ერთხელაც ჩემთვის არც დაურიგიათ მისლა მიდოდა მეთქი, გითხარით ვერ მივედი, არც დაურიგიათ ჩემთვის. რაღაცა ჩქარი მაინც მოიმზადებინათ, სიარული მიჭირთ. დღეს წელი მტკიოდა, წელი ხშირა, იმას მომყევი მე, წელი მტკივა, აქეთ ფეხი მეკაჩება და ვერ წავედ. თან ფული კიდე არ მაქვს. 2 ლარი მაქვს დარჩენილი პურის ფული, არ მინდა კიდევ მე კიდევ აქ არავინ მას ისხებს, მე სადაც ისხე იქ მხოლ არ მომწემენ და გაჩერებული ვარ. ხო და ხომ შეეძლოთ მე რა სიაში არა ვარ? ყველას დაურიგებია, ზუსტ ჩართით რა ხდება. არა, ჩემთვის ახალი წელი მე არ ვიმობ ახალ წელს, მაგრამ არავინ უსულა ჩემთან. ნათესავებიც ყავს, მაგრამ მათ თავს ვარიხდები, იმიტომ რომ ისე გადამღალა ცხოვრებამ, არავის ნახვა არ მინდა, არავინ მინდა რომ ჩემთან მოვიდეს. თან სულ კომისიაც ველოდები ყოველ სამთვეში ამ ბინისქირაზე, მე ეკონომიურად გადავდივარ და სტუმარი რომ მოგივა, მე წუწუნი და ის არ მიყვართა, ხო ვერ ვეტყვი, არა მაქვს მე და ამიტომ მოხვალ ვერაფერს ვერ გაჭიმებ, ხო? სტუმარს თავისუფლი დახვედრა უნდა. იმისთვის რომ ცოტა ეკონომიურად უნდა გადავიდე და ცოტა გამოვიზოგო უნდა ფულით, პროდუქტით, ხო, საკვებით. თავს ვარიდებ ყველას. რა ვქნა? ნუ ეხლა შორ მანძილზე მე მაინც ვერ დავდივარ. ჩემი ხერხემალი ამის საშუალებას არ მომცემს და გონიათ რომ მე ისინი არ მინდა სინამდვილეში მე არავის ვინდური, უბრალოდ ემოციურ დაძაბულობას ვარიდებ თავს, იმიტომ რომ ემოციური ჯანმრთელობაც პირველ რიგში ყველაზე მთავარია. ემოციური ჯანმრთელობით იმუნიტეტი რა, იმუნიტეტია შე რომ ემოციურად ჯანმრთელი ხარ. თუ დაგენგრა ეს ემოციური იმუნიტეტი, იმ დროსაც დაავადებები იჩენს თავს. კარგით, მოდით ახლა ჩვენ დავასრულოთ ჩვენი ვიდეო. ერთი წუთით. ხო, ახლა მხოლოდ ერთს გეტყვით. კი ახლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კინოების ყურება არ შეიძლება რა თხა, მაგრამ თუ ეს თქვენს საქმეში ჭირდება მაგალითად, ან თქვენ ჭირდებათ რაღაც ინფორმაციის გაგება, ასე დიდ ვებს უნდა უყუროთ, მაგრამ არის ისეთი კატეგორია ადამიანებისა, გინდა თინეიჯერი იყოს, გინდა ბავშვი, გინდა დიდი, უყურებენ რაღაც ჟანრის კინოებს, მაგალითად კოშმარებზე, ან ისა რა ქვია იმას, ტექნოლოგიები როგორც ბევრი ფილმები ასეთი ფანტასტიკური ჟანრის
და მოვიწყდა იმ ფილმის დასახელება, სადაც რობოტიზირებული სიუჟეტია, ტექნოლოგიური სიუჟეტი, სადაც რობოტებს შორის მიდის ომები ადამიანებს და რობოტებს შორის, ან თამაშებია, ხო? საერთოდ ვიდეო თამაშები რაში გჭირდებათ? არა, მაპატიეთ, ადამიანებს რაში გჭირდება, ხო? მაგრამ მე ჩემ თავზეც ვაპარაკობ. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, Facebook-ზე მე სპეციალურად არ ვკაჩავ ისეთ ვიდეო თამაშს, რომელიც ინტერნეტის გარეშე შეიძლება ითამაშო, იმიტომ რომ ამან იცის ჩათრევა. თავს ვარიდებ. ხო თქვა იმ კაცმა, იმ ბუდამ, რომ კოდები დენაო. ხო ნარკომანივით ხარ, მე დამოკიდებული, კიდევ გინდა ითამაშო, ასევე აზარტული თამაშებიც, ასევე აზარტული თამაშებიც. მე ვამატებ ამას. ასევე და საერთოდ ძალიან რთულია ეს იური არ არის, რამეზე თქვა ვარი, რაც ნარკოტიკებით გიზიდავს. აი მე არ უნდა ვჭამო ტკბილი, ტკბილი მისიდავს. არ ვყიდულობ კამფეტებს სპეციალურად, იმიტომ რომ თუ მეგულება კამფეტი, მე იმას ებკვირაში დავამთავრე. არა, ბევრს არ ვყიდულობ ცოტ-ცოტად, მაგრამ ის 2-3 დღე ძრის ყოფნის ხანდახან. ამიტომ არ ვყიდულობ ისეთ რაღაცას, მაქვს მურაბა გაკეთებული და თუ ტკბილი მომიდო ვჭამ მურაბას. არ ხილს ყიდულობ, ხილს ჭამ, ვაშლი მიყვარს იაფიან ვაშლს ყიდულობ, უფრო რომ იფშინება პირში, თუ არის სეზონი მაგის, რა ქვია და მავიწყდა. თუ არა და მაგარია თუ მაგარია ვაშლი ვხეხავ, ან თუ შავ ხავში. და საერთოდ ყველამ თქვენ ქმნით, კიდევ აი ამ ერთს გეტყვით საბოლოოდ, თქვენ ქმნით თქვენ მომავალს, თქვენი მომავალის დროის სივრცის კონტინუუმს ქმნით თქვენ. შემოკარგებო, თქვენი გადასაწყვეტია. მე ნუ დამიჯერებთ, თქვენ გულებს დაუჯერეთ, რაც თქვენ რეზონირეთ, ის გააკეთეთ. მაგრამ შედეგები ჩვენი საქციელიდან გამომდინარე გვექნება ჩვენ ყველას. მადლობთ ყურადღებისთვის და დროებით.